განცხადებების შესახებ ჩვენს მომდევნო გამოშვებებში ახლა კი პარალელურად ბრიფინგია ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განცხადებას აკეთებს მინისტრი დავით სერგეენკო. ინტერესისათვის, რომელსაც გამოხატავთ სამინისტროში მიმდინარე აქტივობების მიმართ. თქვენ ნებართვით მინდოდა მომეცნებია 1 ივლისის გაფართოებული პროგრამის მიმდინარეობის ძირითადი საყურადღებო მომენტების შესახებ და ამის მერე ვესწრები, რომ თქვენ კითხვებს თუ ასეთი იქნა, გავცე პასუხი. საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ეტაპს ჰქონდა თავისი პრიორიტეტული საკითხები და ჰქონდა პრიორიტეტული კითხვები საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვეცადეთ, რომ გავუკეთებია სორტირება პრიორიტეტულობის მიხედვით და ამ ეტაპზე პირველი რიგის კითხვა ჩანს დაცვის პერიოდები გეგმიური სერვისების მიწოდებაში. თქვენ ნებართვით მე ძალიან მოკლედ მოგახსენებთ საერთაშორისო გამოცდილებას და პრეცედენტებს თუ როგორ ხდება დაგეგმვა ჯანდაცვის ინდუსტრიაში გეგმიური სერვისების მიწოდების და ამას გეტყვით ძალიან მოკლედ სხვადასხვა ქვეყნების ანალოგებით. დავიწყოთ საქართველოთი, რა თქმა უნდა. ის სადაზღვევო პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობდა და ასევე მიმდინარეობს, მათში დაცვის პერიოდი მოიცავდა 4-დან 6 თვემდე დროის მონაკვეთს. საერთაშორისო გამოცდილება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გერმანული, ესტონური, სკანდინავიური დაცვის პერიოდები გეგმიური სერვისებზე აქ არის 3 თვემდე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ პროექტში ეს არის მაქსიმუმ 2 თვემდე დაცვის პერიოდი. როგორ ხდება საერთოდ მართვა ამ დაცვის პერიოდისთვის? პაციენტს სჭირდება და მისი კითხვა ყოველთვის ლეგიტიმური არის, თუ რატომ უნდა დაიცადოს მან თუნდაც რამოდენიმე დღე და მე ვხედავდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მედია მონიტორინგით, რომ უამრავი კითხვები მოდიოდა, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებდა საერთოდ პროექტის წარმატებულობას, თუ არ შეგეძლოთ რატო იწყებდით, აი ეს 3 რიცხვი შემოვიტანეთ, დღეს უკვე 10 რიცხვი, ანუ 7 დღიანი პერიოდია გასული, არაფერი რეაგირება არ არის და ეს საერთოდ რას გავს და ძალიან დიდი ნეგატივი მოდიოდა. მე არ მინდა რომ გაკითხვა დავიწყო, ზოგადად ეს არ არის კარგი საქმე და მით უმეტეს პაციენტის გაკითხვა. ამიტომ მინდა რომ აუხსნა ეს ყველაფერი, რას ნიშნავს მოხდის პერიოდი. გადაუდებელი მდგომარეობები დაუყოვნებლივ ექვემდებარება ჩვენს მიერ დაფინანსებას და დაუყოვნებლივ ღებულობენ სამედიცინო სერვისებს. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი მდგომარეობა საერთაშორისოდ მიღებული კლასიფიკაციით არის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, როდესაც დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე უახლოესი საათების, მაქსიმუმ 2 დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელი არის, რომ პაციენტმა დაკარგოს სიცოცხლე ორგანო ან კიდური. რაც შეეხება გეგმიურ მდგომარეობებს, მე მოკლედ გითხარით დაცვის პერიოდები, რომელიც არის საერთაშორისოდ მიღებული და ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის პაციენტთან ურთიერთობა, რომ ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იგივე გერმანიაში, შექმნილია სპეციალური სამსახურები, რომლების დაკავებულები არიან სწორედ აი ასეთ პაციენტებთან ურთიერთობით, რომ მათ აუხსნან, რომ ეს დაცვის პერიოდი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და სწორად შეხედონ და სწორად გააანალიზონ ეს ყველაფერი. ანუ ეს არ არის პროექტის წარუმატებლობის ინდიკატორი, პირიქით მე ციფრებში მოგახსენეთ 3 თვე, 4 თვე, 6 თვე პრეცედენტები და მაქსიმუმ 2 თვე ჩვენ შემთხვევაში. ერთადერთი განსხვავებული, რა ჩვენ არ გავუკეთებია, არ შეგვექმნა სპეციალური სამსახური, ფსიქოთერაპიული სამსახური, როგორც ესეთი მაგალითად არის გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში, რომელიც მარტო ამ საქმით არის დაკავებული რიგში მდგომი პაციენტების ახსნა განმარტებით და ეს ფუნქცია ჩვენ, ასე ვთქვათ, შეუთავსეთ ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და გავინაწილეთ მინისტრმა, მოადგილეებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, რომლებიც ამით ვართ დაკავებულები, რომ პაციენტებს ვცდილობთ, რომ დაწვრილებით აუხსნათ ეს ყველაფერი. ამიტომ თუ რაიმე დამატებითი კიდე კითხვები ამ თემასთან გექნებათ, მე გავავრცობ, მე ვეცადე, რომ ძალიან მოკლედ მომოყოლა ეს ყველაფერი. თუ შემიძლია რომ ეს საკითხი დავხურო, მაშინ მოგისმენთ უკვე. დიახ. დავით სერგეენკომ საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა და